მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს კვირა დღეა და ტრადიციულად მინდა შემოგთავაზოთ კვირის პროგნოზი, უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი, რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. როგორ წარიმართება თქვენი ერთი კვირა, ხვალინდელი დღიდან, ორშაბათიდან მომდევნო კვირა დღემდე. უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი მინდა შემოგთავაზოთ. ერთკარტიანი გაშლა მექნება ტრადიციულად, როგორც ვაკეთებთ ხოლმე. სამი ვარიანტი წარმოდგენილი, თქვენ სანამ მე შესავალს გავაკეთებ, მანამდე შეგიძლიათ უკვე გონებაში მოსული რიცხვი ვიზუალიზაციის სახით, ან შეიძლება ეს იყოს აკუსტიკური სახით, ხომ, რაღაცა უფრო ხმის სახით გაჟღერდეს გონებაში, ან ვიზუალურად მოვიდეს რიცხვი ვარიანტის. შეგიძლიათ უკვე ჩაიფიქროთ ვარიანტი და მე გავაკეთებ გაშლას და ვნახოთ რა ინფორმაცია და რა პროგნოზები ამოვა უახლოეს ერთ კვირასთან დაკავშირებით თქვენთვის, ჩემი აქტიური მსმენელებისთვის, ჩემი გამომწერებისთვის. სანამ უშუალოდ გადავიდოდე კვირის პროგნოზზე, მანამდე მოგეხსენებათ, მე წინა ვიდეოში ვისაუბრე, რომ გვაქვს ენერგეტიკული ახალი წელი. მართალია ჩვენ ადამიანები ვზეიმობთ ახალ წელს 31 დეკემბერსა და 1 იანვარს, ანუ 31 დეკემბრის მიწურულს უკვე აღნიშნავთ, რომ წელი დაიხურა და ხვდებით ახალ წელს, ხომ, 1 იანვარს. ამ თარიღს კონკრეტულად აქვს თავისი ისტორიული ფესვები. მე რამდენადაც მახსოვს, თუ არ ვცდები, ეს რომის ძველი რომიდან მოდის, იულიუს კეისარმა შემოიღო ეს თარიღი როგორც კალენდარული წლის დასაწყისისა, 1 იანვარი, თუმცა თუ დედამიწის ბიორიტმებს მიუყვებით და დავაკვირდებით, სინამდვილეში ახალი წელი დგება არა 1 იანვარს, არამედ 1 თებერვალს. თებერვალში უკვე ხდება ნელ-ნელა მზადება ბუნების გამოღვიძების წინათვია, ასე ვთქვათ, წინამოსამზადებელი პერიოდია. თუ დააკვირდებით, მე ყოველთვის ვაკვირდები ამას და ძალიან დიდ სიამოვნებასაც მანიჭებს. თებერვლის თვეში უკვე თავისებურად იგრძნობა ბუნების გამოღვიძება. თითქოს ჩიტებიც სხვანაირად ჭიკჭიკებენ, დღეც უფრო გახანგრძლივებულია. თითქოს ბუნება მართლაც ნელ-ნელა ემზადება ახალი დასაწყისისთვის, ახალი წლისთვის და გამოღვიძებისთვის, განახლებისთვის, ხომ, და ხელახლა დაბადებისთვის. შესაბამისად, უფრო ბუნებრივი ციკლია, ბუნებრივ ციკლთან, დედამიწის ციკლებთან უფრო ახლოს არის 1-2 თებერვალი, როგორც წლის დასაწყისის აღნიშნული თარიღები. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ კვირეულში 7 თებერვლამდე უკვე მთვარე შესული იქნება თავის კლებად ფაზაში, შესაბამისად, მე აი ამ კვირეულში, ასე ვთქვათ, დავამზადებ ენერგეტიკულ სანთლებს, რომლებიც ზოგადად რიტუალისტიკაში გამოიყენება. ეს შეიძლება იყოს ზოგადად წმენდებისთვის, ზოგადი ენერგეტიკული წმენდისთვის, ასევე კონკრეტიზებულად გააჩნია ადამიანს რა თემა აინტერესებს და სად აქვს პრობლემა და სად არის მისი ენერგეტიკა ჩაკეტილი ან დაბინძურებული. შესაბამისად, იმ კონკრეტული ენერგეტიკული არხის წმენდისთვის შესაძლებელი იქნეს გამოყენებული. მაგალითად, ბედი აქვს ადამიანს ჩაკეტილი, ასეთ შემთხვევაში სასიყვარულო არხის წმენდა ხდება. თუ მაგალითად ფინანსებში აქვს ადამიანს ბლოკი, ხო, ფინანსური არხი აქვს დაბლოკილი და იქ ენერგია ვერ მოძრაობს, ასეთ შემთხვევაში ხდება სპეციალური შელოცვა არსებობს, რა თქმა უნდა, შელოცვები არსებობს კონკრეტიზებული, როდესაც კონკრეტული სფერო იწმინდება ადამიანის. მე ამ სანთლებთან დაკავშირებით გავაკეთებ ჩანაწერს, როდესაც დავამზადებ, ამ კვირეულში აუცილებლად ამას გავაკეთებ.
გავაკეთებ ჩანაწერს და შემოგთავაზებთ ამ სანთლებთან დაკავშირებითაც დამატებით ინფორმაციას, ასე რომ რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ რომ დამიკავშირდეთ და დამიკავშირდეთ უკვე კონკრეტულად ენერგეტიკულ დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით და რიტუალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რა დროსაც თქვენი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება აი ამ პროგნოზის გაკეთება ენერგეტიკული დიაგნოსტირების დროს, პრობლემური ზონის დანახვა და შესაბამისად უკვე იმ ენერგეტიკული სანთლების, ენერგეტიკულად დამუხტული სანთლების გამოყენება რიტუალისტიკაში, რიტუალური მხარდაჭერისთვის, თქვენთვის, რომელსაც რა თქმა უნდა, ვუგზავნი ხოლმე ვიდეო ჩანაწერის სახით ჩემს ეგრეთ წოდებულ კლიენტს, ვინც ჩემგან მიიღებს ასეთი სახის ენერგეტიკულ რიტუალურ მხარდაჭერას. ეს მოკლე შესავალი ერთგვარი ანონსი რიტუალურ ენერგეტიკულ სანთლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ კვირეულში დამზადდება. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ენერგეტიკულად უძლიერესი კვირა, წელი იხურება და იღება კარიბჭე ახალ წელში შესასვლელი, ხო, მოსამზადებელი პერიოდია, ასე ვთქვათ, ამიტომ ასეთი გარდამავალი პერიოდები, ისე ზოგადადაც რომ იცოდეთ, ყოველთვის არის ენერგეტიკულად გაჯერებული, ძლიერი ამ დროს მართლაც ენერგეტიკული ძალების, ჩვენი მფარველების, იმ ძალების ყურადღება, ვისაც მიუმართავთ, ვისიც უჯერად აქვს წამს, ასმაგად ძლიერდება, ისინი უფრო დიდი ყურადღებით არიან ამ დროს ადამიანების მიმართ და ყველა სიტყვა, ყველა შელოცვა, თხოვნა, თუნდაც წყევლაც, სხვათა შორის, ძალიან მაგრად მუშაობს სწორედ აი ასეთი ენერგეტიკული კარიბჭეების გახსნის პროცესში, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ამ 7 დღის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 7 თებერვლის დროის ინტერვალში ძალიან დიდი ყურადღებით იყავით თქვენს ფიქრებთან, აზრებთან, თქვენს სიტყვებთან, ეცადეთ რომ ნაკლებად გამოხატოთ უსამართლოდ, რა თქმა უნდა, აგრესია, არ დაიწყებლოთ და განსაკუთრებით როგორც არ უნდა გაბრაზდეთ თქვენი ოჯახის წევრებზე, ნუ გაიმეტებთ მათ და ნუ დაწყევლით, იმიტომ რომ მართლაც შეიძლება რეალურად შესმენილი იქნეს თქვენი სიტყვა და მერე ვთქვათ ძალიან ინანოთ. ანუ ასეთი ენერგეტიკული კარიბჭეების დროს და ერთ-ერთი კარიბჭე არის სწორედ აი ეს გარდამავალი ციკლური პერიოდი წლის ენერგეტიკული დასასრულისა და ახალი საწყის შორის ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი, რა დროსაც არის ენერგეტიკული კოსმიური კარიბჭე ღია და ენერგეტიკული ძალების, სტიქიების, სულების, მფარველების, ჩვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრებისა თუ წინაპრების ყურადღება არის ჩვენსკენ მოპყრობილი და მათ აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ დაგვინახონ, მოგვისმინონ და გაიგონ ჩვენი სათხოვარიც მოისმინონ და სხვა, ვთქვათ, გაჟღერებული სიტყვები ჩვენი სათხოვარი, წყევლა იქნება ეს თუ პირიქით რაიმეს შეთხოვნა, ხო? აი ესეთი რამ მინდოდა მე თქვა თქვენთვის გუშინდელ ვიდეოში ამდენიც ვეღარ ვისაუბრე, იმიტომ რომ საკმაოდ გადატვირთულია ჩემი ყოველდღიურობა და ყოველთვის ვერ ვახერხებ ხოლმე რომ ვრცლად ვისაუბრო, თანაც თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოკლე ვიდეო ჩანაწერებს უფრო მეტი ყურადღება ექცევა რატომღაც ვითვალისწინებ ხოლმე ამასაც ჩემი კონტენტის შექმნის პროცესში. ადრე წერილობით გთავაზობდით ხოლმე პოსტებს, მაგრამ ძალიან დიდი გამოდის ეს წერილობითი პოსტებიც და კითხვაც დიდი პოსტების დიდად არ უყვართ ადამიანებს, თუ რაღაცა განსაკუთრებული ინტერესი არ აქვს, ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი სათქმელი უფრო გამოვხატო სიტყვიერად, ვერბალურად ვისაუბრო, გამოვჩნდე და ისე გადმოგცეთ ჩემი სათქმელი. მოდით ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას და ვნახოთ მართლაც კვირის პროგნოზი, უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი. ძალიან მაინტერესებს მე თვითონაც, იმიტომ რომ კვირა არის განსაკუთრებული. 1-2 თებერვალი აღინიშნება სწორედ ენერგეტიკული ახალი წელი, დედამიწის ძალების მიერ, ენერგეტიკული არსებების, სტიქიების, სულების, ქალღმერთების, ღმერთების მიერ
სხვადასხვა ასტრალური არსებების მიერაც სხვათა შორის. ისინი ამას უფრო გრძნობენ და აღიქვამენ, ვიდრე ჩვენ ადამიანები, ჩვენ უხეშ მატერიალურ სხეულში ვართ გამოკეტილები და ეს უხეში მატერია თავისას მოითხოვს და მიაქვს კიდეც ჩვენგან, ამიტომ ჩვენი შეგრძნებები თუ ადამიანი არ აპრაქტიკებს ამას სპეციალურად და ასეთ სამუშაოსაც წლები ჭირდება, რომ ადამიანს გაეხსნას ეგრეთ წოდებული მესამე თვალი, ესე მარტივი არ არის, როგორც ფილმებშია ნაჩვენები და როგორც, რა ვიცი, თუნდაც ზღაპრებშია მოყოლილი, ესე მარტივად არ ხდება. დავმუხტოთ დასტა. კვირის პროგნოზი, უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი, პირველი ვარიანტი. უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი, მეორე ვარიანტი და უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი მესამე ვარიანტისთვის. იმედი არკანები კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. აერჩიეთ თქვენი ვარიანტი და მოდით ვნახოთ მართლაც რას გვიჩვენებს ტარო. თქვენთვის ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, უახლოესი ერთი კვირა, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეულ ილუზიებთან, ხედვებთან, ან ისეთ მიზნებთან, რომლებიც არ არის ჯერ ბოლომდე ფორმირებული თქვენს თუნდაც წარმოსახვაში, თქვენს გონებაში, თქვენს ხედვაში. არ აქვს კონკრეტული ფორმა მიცემული და შეიცავს ერთგვარ ბუნდოვანების ელემენტებს. არ აქვს, როგორ გითხრათ, რაღაცა იდეის დონეზე შეიძლება გინდოდეს ადამიანს, ან ოცნება გქონდეს, რომ რაღაცა ძალიან გინდა, ხო, რაღაცის გაკეთება, რაღაცის მიღწევა, მაგრამ შესაძლებელია იდგეთ რამდენიმე არჩევანის წინაშე და სწორედ ესეც ქმნიდეს ბუნდოვანებას, რომ რამდენიმე არჩევანის წინაშე იდგეთ და არ იცით რომელია თქვენთვის სწორი და მართებული და ეს გაბნევდეთ და სწორედ აი ამ დაბნეულობას, ამ არჩევანის სიმრავლეს შემოჰქონდეს აი სწორედ ეს ილუზორულობის ელემენტები თქვენს ხედვაში ან თუნდაც თქვენს რეალურ ცხოვრებაში ერთი კვირის განმავლობაში. ან თავად თქვენ არ იყოთ ჩამოყალიბებული რა გინდათ. ან შეიძლება ფიქრობთ, რომ აი მე ეს მინდა, მე ამის მიღწევა მინდა, მე ამის გაკეთება მინდა, მაგრამ არ იყოს ეს თქვენი რეალური სურვილი და რეალური ხედვა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ახლა, ხდება ესეთი რაღაცაც ცხოვრებაში, რომ რაღაცა ძალიან გინდა ადამიანს. აი ყველაფერს აკეთებ, რომ იმას მიაღწიო, მაგრამ გადის დრო და მე ხვდები, რომ რა თავს ვიკლავდი, რა მინდოდა, რა საჭირო იყო ამდენი ნერვიულობა, ამდენი ფიქრი, ამდენი რაღაცა ისეთი შრომა თუნდაც და გაწეული ძალისხმევა იმ რაღაცის მისაღწევად, რომელსაც თურმე სინამდვილეში არანაირი რეალური ღირებულება არ ქონია ადამიანისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღნიშნული კარტი დაკავშირებულია ასტროლოგიური შესაბამისობამისი არის ვენერა, პლანეტა ვენერა, სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა ვენერა მორიელში შესაბამისად, ეს თქვენი ხედვები და იდეები ან დაკავშირებული იქნება თქვენს პირადთან, პირად ურთიერთობებთან, ან დაკავშირებული იქნება ფინანსებთან. ან ორივესთან ერთად, იმიტომ რომ ვინც რაღაც სამოყვარულო დონეზე იცის ასტროლოგია, თქვენთვის ნათელი იქნება, რომ პლანეტა ვენერა მართავს ჩვენს პირადი პარტნიორული ურთიერთობების თემატიკას, ჩვენს სიყვარულს, გრძნობებს, ფინანსებს და მათ შორის სიამოვნებებსაც, ხო? როგორც არის ესეთი ხორციელი სიამოვნებები, ის რაც გვანიჭებს ხორციელ სიამოვნებას და ტკბობას, ტკბობის შეგრძნებას. შესაბამისად, ეს ილუზიები, ეს ბუნდოვანება, ეს გაურკვევლობა, ეს ერთგვარი რაღაცნაირი ბურუსით, ნისლით მოცული ხედვა შესაძლებელია იყოს დაკავშირებული სწორედ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებთან,
ან თქვენს ფინანსებთან, ან ორივესთან ერთად. ასევე ეს არკანი გვესაუბრება რიგი ადამიანებისთვის, რომ შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის მთლად ჯანმრთელი ფსიქოლოგიის, ფსიქიკის და შესაძლებელია ამ ადამიანს კონდეს გარკვეული ტოქსიკური ელემენტები ქცევაში, შესაძლებელია ეს იყოს დამოკიდებულებები, ადიქციების თემა, განსაკუთრებით ანუ ვთქვათ, თამაშთან, აზარტულ თამაშებთან იყოს ეს დაკავშირებული, ან ალკოჰოლთან, ან უფრო სხვა თრობის ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებთან, როგორც არის ნარკოტიკი და ასე შემდეგ, ხომ? შესაძლებელია ასეთ ადამიანთან რაღაცა კონკრეტული თემის გარკვევის საკითხი დადგეს და ეს შესაძლებელია ძალიან განერვიულებდეთ. მაგრამ რა თქმა უნდა, არა ყველასთვის. თუ არის ასეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ეს კვირა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სწორედ იმ განცდებთან და ნერვიულობასთან და ფიქრებთან, ემოციურ ფიქრებთან, რომელიც უკავშირდება ასეთ ადამიანს, ასეთი კონკრეტული მიჯაჭვულობების, ტოქსიკური დამოკიდებულებების მქონე ადამიანს უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი. ან, რა თქმა უნდა, თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას და ფინანსებს როგორც აღნიშნე. აი ესეთი გახდათ პირველი ვარიანტი და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. რაღაც დღევანდელ გაშლაში წყლის სტიქია დომინირებს, ჭარბობს. აქ ჩვენ ხედავთ ესეთ საკმაოდ ფემინურ ენერგიას, ეს არის თასების დედოფალი. თასების დედოფალი ეს ძალიან ესეთი ემპათიური, თბილი, მზრუნველი, ფემინური ენერგიებით გაჯერებული კვირაზე გვესაუბრება, შესაძლებელია თავად თქვენ გამოვლინდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორც ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე, თბილი, რაღაცა ისეთი ადამიანი, რომელიც კომფორტის ზონას უქმნის თავის ოჯახის წევრებს, ზრუნავს მათზე, კომფორტს უქმნის, სიყვარულს უზიარებს, კვებავს თავისი დადებითი ემოციებით, ხომ? რაღაცნაირად აი ადამიანი, რომელთანაც ძალიან მარტივია და სასიამოვნოა ურთიერთობა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ემპათიით არის გამსჭვალული. ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში რიგი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თქვენ გახასიათებთ ეს თქვენს ბუნებაშია ინტუიციურობა, ხედვა, სიზმრები, ხო, წინასწარჭვრეტა რაღაცეები, შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში გაგიმძაფრდეთ ესეთი ხედვის უნარი, გაგიმძაფრდეთ სიზმრები და რაღაცა ინფორმაციაც და მინიშნებებიც მიიღოთ აი ამ სიზმრებით. და არის ასევე ესეთი ვარიანტი, რომ შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ესეთი ადამიანი, ან უკვე არის ესეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში მოგიწიოთ მასთან უფრო ინტენსიური კომუნიკაცია და ეს ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენთვის, ვინაიდან დადებით ენერგიებზე საუბრობს, ზოგად ფონს თუ შევხედავთ, დადებით ენერგიებზე საუბრობს ეს არკანი ნამდვილად კომფორტის ზონაზე, იქ სადაც ადამიანი თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს, სადაც მაქსიმალურად ივსება ემოციებით. ან როგორც აღნიშნეთ, თქვენ გამოვლინდებით ასეთ ფორმატში, ან თქვენ ცხოვრებაში აქტიურად შემოვა ამ ერთი კვირის განმავლობაში ესეთი სახასიათო შტრიხებით ადამიანი, უფრო კი კონკრეტულად კი უფრო ქალბატონი, უფრო მეტად მზრუნველი ქალბატონი, მზრუნველი ადამიანი, თბილი, ყურადღებიანი, ან როგორც აღნიშნე, სიზმრები, ინტუიციური ჭვრეტა და ხედვა შემოვა თქვენს ცხოვრებაში უფრო აქტიურად. აი ესეთი გახლდათ მეორე ვარიანტი ერთი კვირის პროგნოზთან დაკავშირებით, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში უკვე ამოდის ისეთი ცეცხლოვანი ენერგიები თქვენთვის. მესამე ვარიანტი, ვინც აერჩიათ, ამოვა უფრო ისეთი ინტენსიური კვირა, შესაძლებელია ეს იყოს აქტიურ ფაზაში გადასვლა თქვენი ურთიერთობებისა, შეიძლება ეს იყოს მოგზაურობა, სადმე დასასვენებლად გასვლა, თუნდაც ქალაქგარეთ, ინტენსიური კომუნიკაცია თქვენს პარტნიორთან, უფრო პარტნიორული ურთიერთობების თემატიკა წამოიწევს წინა პლანზე, ხომ? ასტროლოგიური შესაბამისობა ამ არკანისა გახლავთ.
ვენერა ვერძში, შესაბამისად ვენერა ვერძი ეს არის ძალიან აქტიური, ესეთი ცეცხლოვანი, დამპყრობელი პარტნიორი, ესე გამოვლინდება, ესე გამოავლენს ადამიანი თავის პარტნიორულ ურთიერთობებში, ამიტომ შესაძლებელია ან თქვენ თავად იგრძნოთ მოზღვავება, ესეთი ჭარბი სურვილებისა და ვნებებისა და გამოხატოთ თავი როგორც ცეცხლოვანმა აქტიურმა პარტნიორმა, ან პირიქით თქვენმა პარტნიორმა გადმოდგას აქტიური ნაბიჯები, შემოგთავაზოთ აქტიური კომუნიკაცია, შეხვედრა, პაემანი, სადმე გასვლა ქალაქგარეთ, დასვენება და რაღაცნაირად უფრო ცეცხლოვან გარემოში, აქტიურ გარემოში, ასე ვთქვათ, გატარება კვირის. ვისაც ვთქვათ არ ყავთ პარტნიორი და ფიქრობთ ვინმეზე ჩაფიქრებული ყავთ, შესაძლებელია სწორედ ამ კვირაში გამოგიტყდნენ გრძნობებში და რაღაცნაირად მიგანიშნონ მაინც რომ თქვენ მისთვის, იმ კონკრეტული ადამიანისთვის სულ ერთი არ ხართ და ამ ადამიანს აქვს გარკვეული გრძნობები და ვნებები თქვენს მიმართ. ასევე არა ყველასთვის, მაგრამ რიგი ადამიანებისთვის შეიძლება ეს კვირა გახდეს რაღაცნაირად უფრო ჭერის, რაღაცა ერთად სადმე საცხოვრებლად გადასვლის, დაოჯახების, ან რაღაცა კონკრეტული ფორმის მიცემისა ურთიერთობისთვის, თუ ვთქვათ, იყავით შეყვარებულების ფაზაში, ახლა შეიძლება ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად და რაღაც უფრო ოფიციალური ოჯახური ფორმა და სახე მიეცეს თქვენს ურთიერთობას. ესეც შეიძლება გამოვლინდეს ეს ერთი კვირა. ყოველ შემთხვევაში პლანეტა ვენერა ამ შემთხვევაში ამ მესამე ვარიანტს სძენს უფრო ურთიერთობების ფორმats, თუმცა შესაძლებელია ეს ერთი კვირა შეეხოს თქვენს ფინანსებსაც, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე პლანეტა ვენერა ეხება ასევე ფინანსებსაც და თუ თქვენთვის იქნება უფრო ფინანსურად აქტიური კვირა, მაშინ შეიძლება ეს იყოს ახალი ინიციატივა, ახალი პარტნიორობა, უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლა თქვენი საქმიანი ურთიერთობებისა, მეტი აქტიურობა, მეტ აქტიურობას ითხოვს ეს არკანი თქვენგან, ან შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში შემოვიდნენ უფრო აქტიური საქმიანი პარტნიორები, ან საქმემ თავად, რაც იმ საქმემ, რა თქმა უნდა, რომლითაც ხართ დაკავებული და რაც თქვენი ფინანსების წყაროს წარმოადგენს, იმ საქმემ მოითხოვოს საჭიროებებიდან გამომდინარე მეტი აქტიურობა თქვენგან, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ცეცხლოვანი ენერგიების მატარებელი არკანია, ეს არის ვერძის ზოდიაქოს ნიშნით მართული არკანი, შესაბამისად ვერძი ყოველთვის არის ლიდერი, აქტიური, ცეცხლოვანი, პიონერი მოკლედ ყველა საქმეში. შესაძლებელია რაღაცა ახალი იდეებით გაჟღერდეს პარტნიორულ ფინანსურ თემებთან მიმართებაში ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში, ასე რომ იყავით უფრო მეტად ვერძული, შემტევი, აქტიური, ცეცხლოვანი და ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება თქვენთვის. აი ესეთი რამ შემიძლია რომ გითხრათ თქვენ, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი. აი ესეთი საკმაოდ საინტერესო განსხვავებული ვარიანტები გვიჩვენა კარტმა დღეს ჩემო მეგობრებო კვირის პროგნოზთან დაკავშირებით. დამიწერეთ თქვენი ინსაიტები, თქვენი ხედვები ტაროს პროგნოზებთან დაკავშირებით. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ საჯარო გაშლამდე.